ვიდეო სათაურიდან გამომდინარე, მიხვდებოდით, რომ კიდევ ერთადერთ მანქანას ვიღებთ საქართველოში, რომელიც არის Mercedes-Benz S800 Brabus. პირველ რიგში, როგორც ყოველთვის, გარე ვიზუალით დავიწყებ. მინდა აღვნიშნო ეს ულამაზესი ფარი, რომელშიც Swarovski თვლები გვაქვს ჩალაგებული. ეს კლასია და პირველივე დანახვისას გვაგრძნობინებს, რომ არის მდიდრული ავტომობილი. სანამ იმაზე გადავალ, რომ ეს მანქანა არის S800 Brabus-ი, მანამდე გარე დეტალებშიც აგიხსნით, რა სხვაობები არის სტანდარტულს რო ეძახი S63 ცოტა არაკომფორტულად გრძნობ თავს, მაგრამ სტანდარტულ S63-სა და S800-ს შორის რა სხვაობებია, მაგასაც გეტყვით. პირველ რიგში ვიზუალზე რო შევხედოთ, აღარ გვაქვს აქ Mercedes-ის ლოგოები, და ამ შემთხვევაში B წარწერა გვაქვს, რაც Brabus-თან ასოცირდება, წინ შავი ცხაურა და კარბონის ძალიან დიდი ესეთი დამატება. გვერდით ამ მხარეს რო გამოვუყვებით, აქ დავინახავთ კარბონის სარკის ხუბს, ასევე კარბონის კარნის და ყველაზე მთავარი და ვიზუალში ერთ-ერთი გარდამტეხი ნაწილის შემტანი არის ეს 21-იანი Brabus-ის დისკები, რომელიც ძალიან უხდება. არის შავი პრიალა და შავ მატოვზე ძალიან კარგად ჩდება ეს კომბინაცია. და ეხლა ყველაზე მთავარი. ცხვირი ერთი არის, მაგრამ ამ მანქანის მეორე უბრუტალურესი ნაწილი არის ეს უკანა მხარე. ძალიან ლამაზი არის, ძალიან აგრესიული არის. და აი ზუსტად რაც მომწონს ამ მანქანაში არის, რომ იმ შუალედში აგრესიულობის და აი იმ კლასიკური ვიზუალის შუალედში ზუსტად ზის. ეს ულამაზესი ფარები გვაქვს. ასევე ქვემოთ ეს დიფუზორი კარბონის და Brabus-ის გამშვების სისტემა, რომლის ხმასაც რა თქმა უნდა მალე მოისმენთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მანქანის ხმას ელოდებით ყველა და სიარულს. ეგეც მალე იქნება. ასევე ხა ამ მანქანის ვიზუალს რო ვუყურებთ, რეალურად ორი დეტალი აკლია. პირველი არის სპოილერი Brabus-ის, რა თქმა უნდა, და მეორე აი ეს დამატებები, გვერდები. სპოილერს რა თქმა უნდა ეხავე წარმოგიდგენთ. და სპოილერიანი ვერსია. თუ მაინც და მაინც დაგაინტერესებთ ეს სპოილერი რა დაგიჯდებათ. ამ სპოილერის ღირებულება Brabus-ის ინვოისში არის 5000 евро. ხო, აი ამის. და რაც შეეხება ამ გვერდითა დამატებებს, რომელიც ამ შემთხვევაში არ გვიყენია, ორივეს ერთად ღირებულება არის 3000 евро. კი, კარბონი არის, მაგრამ სახელი რა თქმა უნდა აძვირებს. კი, შეიძლება ტაობაუზე შეხვიდეთ და იგივენაირი სტილის $500 გამოიწეროთ, მაგრამ ამ მანქანაზე ტაობაუს ნაწილები არ არის და არც ტაობაუს 550 არ არის, როგორც რამდენიმე ადამიანი აპრევებს. გასაღებზე რაღაც ვარსკვლავები არ ამოდის, ჩვეულებრივი გასაღები არის B-ს წარწერით. ცოტა მეც მოველოდი. მე მეგონა რომ ამ საზღარც ეკლასის გასაღებს დიზაინი შეუცვლიდა, მაგრამ არა უშვის. კაი, საბარგულზე გადავიდეთ. ეხლა მაინც ეს კლასია და დარწმუნებული ვარ საბარგული გაინტერესებთ. ცოტათი გადატვირთულობა გვაქვს. კაი, მოკლედ, უნდა მენდოთ სიტყვაზე, რომ დიდი სივრცე არის. ბევრი რო არ გავწელო, გეჩქარებათ, ვიც გძნობ იმ დაძაბულობას, რაც მოდის. ეს ხომ Brabus-ია. ბარემს სამოსას დაგათვალიერებინებთ. ზოგადად S63-სა და საჭირა კარგად მაგ დატოვებული. კაი, ზოგადად S63-სა და ამ S800-ს შორის ძირითადი ზოგადად S63-სა და S800-ს ძირითადი სხვაობები რაშიც გამოიხატება, პირველ რიგში ამ წარწერას დაინახავთ კარნის ზემოთ. შემდეგ უკვე ფეხის დასადებებიც, ეგრეთ წოდებული კოვრიკებიც Brabus-ის გვაქვს. საჭეზე აი აქ Brabus-ის წარწერა გვაქვს. აქ B-ს არაკეთებენ ხოლმე ძირითადად. სალონშიც სკამებზე რო შევხედოთ, როგორც წინ, ასევე უკანაც. Brabus-ის წარწერები გვაქვს და შუაში თავარ კონსოლზე. მაგრამ ამ ყველაფერს რა თქმა უნდა შიდა კადრებიდანაც. ეგრეთ წოდებული პრისოსკები, რა თქმა უნდა, აქვს, იმიტომ ეს კლასი არის და კომფორტი მოეთხოვება და რაც შეეხება კომფორტს, ალბათ დაგაინტერესებთ. ეს კლასი, S63, თან კომფორტული უნდა იყოს, თან ჩქარი უნდა იყოს და თან ამ შემთხვევაში Brabus-ი არის მანქანა, ხო? ძრავსაც შეეხება. 550 რო არ გეგონოთ, მაინც შეგახედებთ. რაც შეეხება ძრავს, S63-ის ხუფით რატო არის? მაგასაც მარტივად აგიხსნით, იმიტომ რომ ტრანსპორტირებისას რამდენიმე დეტალი გაწევს ჩვენმა ძვებმა. ხდება ხოლმე. მაგრამ ძრავს ხედავთ.
რომ არის ნამდვილად ის, რომელიც დევს S63-ში. მაგრამ ძრავსადგან შევეხეთ, გეტყვით ახლა ძირითად ცხოველებზე რადგან მინდოდა პარალელურად საუბარი. როდესაც ჩვენ უკვე საუბრობთ S800-ს და ვადარებთ S63-ს, ძრავის შემთხვევაში მთლიანი ძრავის შიგნეულობა არის კოვანი და ბლოკიც კი კოვანი აქვს. ეს მანქანა პირველად რომ ჩამოვიდა და ჩამოიყვანეს გერმანიიდან, დინოზე დააყენეს და დაწერა ზუსტად 800 ცხენის ძალა. საბურავზე არა, ძრავზე. ყველაფერთან ერთად ეს 800 ცხენი, რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი რიცხვი არის. უბრალოდ წონაც უნდა გავითვალისწინოთ ამ მანქანის. რა თქმა უნდა, კომპლექტაციის და მიხედვით ცოტა მსუბუქია, მაგრამ 2 ტონა და 100 არის საშუალოდ ეს მანქანები. ამ შემთხვევაში head-up-ი და ის წვრილმანი ნავარო ტკები ეგრეთ წოდებული ხო? ყველაფერი აქვს და ეგ ამძიმებს მაინც მანქანას. 2100 კილო ამ 800 ცხენთან შეფარდებით ძალიან სასიამოვნო მანქანას ქმნის და ვფიქრობ, რომ ზუსტად ეგ ბალანსი უკავია. ამ მანქანას ახლა 600 ცხენი ქონდეს, არც ემოციური არ იქნებოდა და სიმართლე გითხრათ, არც ძალიან ჩქარი. და სანამ რა თქმა უნდა სიარულზე გადავიდოდეთ, ხმას მოგასვენებთ. შუაშია. გადმოვიდეთ სალონიდან. ხა სტანდარტულად არ მოგატყუებთ ბევრი არის ხა მანქანათაც და მანამდეც ნასეულები ვართ. შესაბამისად, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ გორაობით, გორაობით როცა დავიხართ, არის ზე კომფორტული. ხალხაშორის დაკიდების სისტემა შევეხები, არის პადუშკებზე, რაც ასევე განაპირობებს მაგას, რომ რბილად გადადის უსამასწორო ზედაპირებზე. პარალელურად ამას, აი აქ ამ რილაქს რო შევხედოთ, სიმაღლის რეგულირება აქვს ამ მანქანას. ეს არის ჩვენი ამორტიზატორების უშუალო რეჟიმი და აქედან უკვე ძრავის რეჟიმი ვსვით. კიდევ ერთი რაღაცა არის, ესე იგი მაჩვენებელთა დაფა, ეგრეთ წოდებული სპიდომეტრი. იყო გამოერთებული და რო შეაერთეს ეს ბრაბუსის პროგრამა წაიშალა. ჩემი თვალით მაქვს ვანახით ამ შემთხვევაში უნდა მინდოთ, რომ აქ AMG-ს ნაცვლად დუეწერა და 330-ის ნაცვლად 400 კმ/სთ არის. ეგ რეალურად მხოლოდ ციფრული პროგრამა არის და რეალურად არც ლიმიტზე არ ახდენს რაიმე ზემოქმედებას ან ასე შემდეგ. ხმას რა შეეხება? აი, კომფორტშიც დავდივართ. და ეს 8 ცილინდრის მოდის უკნიდან. მანქანა გეხვეწება, რომ აი სპორტში გადამრთე და დააჭირე. აი, როგორი საცდუნებელი მანქანა არის, იცი? წეგან იმაზე საუბრობენ, წვა აქვს საკმაოდ მაღალი. ხა ნუ გამომდინარეობს იქიდან, რომ დიდი ტურბოები აყენია, შესაბამისი პროგრამა არის ჩაწერილი, არც არის ეკონომიური ძრავი და მით უმეტეს როცა ჩვენ ახლა დაპროგრამებულ დანასტროიკებულ ავტომობილში ვზივართ და წვა შესაბამისად ბევრად დიდი აქვს, მის უმეტეს საცხოვრებელში და ჩვენი ქალაქის პირობებში დისკომფორტს გიქმნის, გინდა არ გინდა. რომ აი ყოველ რაღაც რამოდენიმე კილომეტრში ერთხელ გიწევს ბენზინის ჩასმა. მაგრამ მეორე თავარი ფაქტორი არის ეს, რომ გინდა არ გინდა აი სპორტში უნდა ჩააგდო. უნდა დააჭირო ერთხელ და გასულად დააჭირო. მოსახლეობში ძალიან კარგად დგას რეალურად. და მაგაზე ვსაუბრობდი იდეაში, რომ აი ის ბალანსი ძალიან კარგად აქვს დაცული. თან ამ ყველაფერს აკეთებთ, აი შვიდად ჩქარდები, შვიდად განიცდი ამ ყველა ადრენალინისგან მოსულ ემოციას. აი ცოტათი უცნაურია ეგ ორი ელემენტი რო ერთად გვხდება მანქანაში, ყველა მანქანას არ აქვს ეგ ხდა ამეთანხმებით. სანამ კი დანარჩენ მახასიათებლებზე გადავა, წოვანებას გეტყვით, 2017-იანია ეს მანქანა.
ერთ-ერთი ბოლო S-კლასის კუპე, რაც ზოგადად Mercedes-მა გამოუშვა. შესაბამისად, ყველაფერი გვაქვს ამ მანქანაში მოცემული, რაც იმ წლებში Mercedes-მა შესთავაზა მომხმარებელს. ფიქრობ, რომ არის ფაქტობრივად შედევრის დონეზე აყვანილი მანქანა და ერთ-ერთი ფავორიტი კუზავი არის ეს ჩემი Mercedes-ში. ამას რო თავი დავანებოთ, კიდევ ჭერის განათება მოწონს ძალიან, რომელიც ასევე ბრაბუს დამახასიათებელი არის. ერთ-ერთი კომფორტის მთავარი ნაწილი რაც არის ჩვენი სკამი, რომელშიც მართლა როგორც რბილ სავარძელში ჩავჯდებოდი თბილად და გემრიელად ეგრევე ვარ აქაც. მაგრამ ამის და პარალელურად, როგორც ეს 63-ში, იგივენაირად აქაც გვაქვს Dynamic Mode სავარძელებზე, რაც ნიშნავს, რომ მოსახვევში როცა სწრაფად ვივლით, სავარძელი თვითონ შეიძლება რომ დაგვაფიქსიროს ადგილზე. მეორე მხრივ გვაქვს 6 დონიანი მასაჟების სისტემა, რომელიც უიდეალურესად მუშაობს და მართლაც წეღა რამდენიმე წუთი უბრალოდ ჩუმად ვიყავი. იმდენად სიამოვნებდა ეს ზურგის მასაჟი, იდეალურია. წლოვანებიდან გამომდინარე, უბრალოდ პირდაპირ კონკურენტი ამ მანქანას არ ყავს. სევსოდი მაინჯობია. მე თუმეტეს, როცა ჩვენ საუბრობთ რაბუსზე, აქ უკვე გარე ატელიებს მაშინ ხო და კონფლიქტს ავიცილებ თავიდან და ვიტყვი, რომ თავის კლასში სერიოზული სიტყვა ეთქვის და ამის კონკურენტი უკვე თუ ჩაგვივარდება ხელში. შემდეგ უკვე შევადარებთ რა. იმიტომ რომ შეგვიძლია როგორც სპორტში გადავერთოთ და ხმით ვისიამოვნოთ რა. აი, რა შეიძლება ესე იგი? სპორტ მოდში გადავიტანოთ ჩვენი დაკიდების სისტემა. აქედან უკვე S-ში გადაირთვება და შემდეგ უკვე მანუალში და მანუალით დავიძრებთ რა. ერთადერთი რაც არ მომეწონა გადაცემათა კოლოფი, დაჭერის მერე დაახლოებით 2 წამიანი დილეი აქვს. ძალიან არ გამისწორდა. ერთი მინუსი გამოიკვეთა მაინც დღევანდელ ტესტ დრაივში. მოსახვევში რაც შეეხება, ძალიან კარგად გას, მით უმეტეს მას შემდეგ რაც სპორტში გადავიყვანეთ ჩვენი დაკიდების სისტემა. სხვათა შორის ფუნქცია აქვს, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია რომ გარეხმები გავაჩუმოთ, ან პირიქით შემოდიოდეს, ნუ ამ შემთხვევაში პირდაპირ ეს გამშვებს ეხება, იმიტომ რომ გარეხმაურზე ისედაც ძალიან კარგი ხმის იზოლაცია აქვს, ნუ ბოლო S63-ის ბაზა არის მთლიანად. და პარალელურად ამას გვაქვს ეგეთი სიამოვნებებიც, როგორც არის ამ ფუნქციის ჩართვა გამოთქვა. პირველში თხოვებთ რა მანქანას თუ შეიძლება. კომენტარს არ ვაკეთებ.
ეს ვიდეო როდის უნდა დაიდოს? ერთ კვირაში სადღაც. ხო, მაშინ პოხვი რა. ეხლა ვართ მოსულები, რაღაც მანქანას უნდა ვეთამაშოთ აუქციონი და გადავიფიქრე. ესეთი მინდა. აუ, ძალიან მიყვარს. აი, ერთ-ერთი ჩემი ოცნების მანქანა არის. ნუ თუ თან ესეთი ვიზუალით ძალიან იშვიათი არის. თან full პაკეტი არის და აუ, ძალიან მაგარია რა. აი, ეხლა რა ვზივარ, ეს ხო არის, ნუ ეს კლასია, ბიზნეს კლასია და ბიზნეს კლასის კუპე. აუ, ძალიან მაგარია. ეხლა არ ვიცი აქ რამდენად შემოდის, ხო, დაჩხო გადაიღებდა, მაგრამ ერთადერთი, რასაც შევცვლიდი, აი მარტო ერთადერთ რამეს შევცვლიდი, სალონი არის წითელი ძალიან ლამაზია ამის და ნუ შავი გარედან რო ესეთი ვიზუალის არის, შავი ძალიან მოუხდებოდა. ეს ფერი არ მომწონს, მართლა ვაფშე არ მომწონს ეს ფერი, მაგრამ აი მანქანა არის საოცრება. მე ხა არ მივლია, მაგრამ როგორც ვზივარ, ხვდები რომ სასწაული. გრუპი არის ძალიან? ადუშკებზე. ძალიან მაგარი. აქ ვიცხოვრობდი დედასგებიც, არა. არ არის საცობი. არა, ეხა რო ვზივარ მყოფნის, აი დედასგებიცები, ხო შეიძლება რომ აი გინდოდეს რომ იარო, ეხა მყოფნის. პროსტა რო ვიჯდე, ცოტა ხან. ანუ შეგიძლია დაგოგო და მასაჟი მიიკეთო, ჩემი დედა მოდირე ტიპს რა მანქანა ყავს. ჩემ M3-ში გაუცვლია უნდა. ჩემ M3-ს მივცემ და მოყვება ამერიკანო და პაჩა. აუ ძალიან მაგარი მანქანა. რაოდენობა უთვალავ. ავტოვაიდან გადმოვინოცვლეთ ისევ მექსიკაში. ესე იგი, საბოლოო ჯამში ასევე მინდა ვისაუბრო პოტენციურ ამ მანქანის პირველებზე. ამ მანქანას ყიდულობდნენ, სავარაუდოდ უნდა იყო არც თუ ისე პატარა. დაახლოებით 150,000 ევრო მინიმუმ ჯდება. ნუ ეს კონკრეტული ავტომობილი მე პატრონეს ამდენი დაუჯდა. რადგან მე პატრონი ვახსენე ასევე ამ მანქანის მე პატრონეს ძალიან მაგარი M6 ყავს, რომელსაც მალე დაასრულებს რაღაც კარგი პროექტი არის ეგ მანქანაც და ამის შემდეგ თუ არა მომდევნო რამდენიმე ვიდეოში აუცილებლად შემოგთავაზებთ იმ მანქანას. მე კი ეს 800-თან ერთად გემშვიდობებით. ახლა კი ისიავნეთ გარე კადრები. ოუ რა